მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება საქართველოში მიწვრილ პოლიტიკურ მდგომარეობას და იმ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საკითხებიც დღეს არის ინტერესის სფერო ჩვენი მოსახლეობის. 9 აპრილი მართლაც ის დღე არის, რომელიც დღესაც ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მუხმოდროგილი ხდება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში, დღეს იზიარებს ამ დღეს და ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს ყველა ეს ქართველი ქრისტიანი მართლმადიდებელი ადამიანი ხვდება მას როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად. ჩვენც რა თქმა უნდა მე და ბატონი რამაზის და ჩვენი თანამებრძოლებიც ყოველთვის ვართ იქ, სადაც ჩვენ ქვეყანა ჭირდება და მუხს ვიდრეკთ იმ ადამიანების წინაშე და ჩვენ ვაფასებთ მათ ღვაწლს ბრძოლას და შესაბამისად როგორც შეეფერება მათ ამ დღესთან დაკავშირებით, სწორედ ისე მიუძღვნით და ისე ხვდებით და ტაძარში მისვლა, სანთლების ანთება, შესაბამისად მემორიალთან მისვლა, მათთან პირდაპირ ესე მუხმედროგილი პატივის მიგება, მაგრამ რა არის? სასწაული ის არის, რომ სექტანტურმა, ლიბერალურმა, სექტანტურმა, ფაშისტურმა, ტერორისტურმა იდეოლოგიის მატარებელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და მისმა მიმდევრებმა ჭინკებმა დღეს 9 აპრილის მემორიალთან არავის არ მისცეს საშუალება იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც ხარს უჭერდა 9 აპრილს ღებულობდა უშუალოდ მონაწილეები იყვნენ, რომ მისული იყვნენ პატივი მიეგათ. ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები. ვერც ერთი ვერ მივიდა და ვერ მიაგო პატივი ისე როგორც მათ ეკუთვნოდა. იმიტომ რომ ოკუპირებული ყავდა, ჰქონდათ დღეს წუხელი რომ დაიწყეს მათ 9 აპრილის მემორიალთან იქ რაღაც გაურკვეველი სექტანტური ღონისძიებები დღემდე აგრძელებენ და ეს პროვოკაციები და საშინელება, მარაზმი. ადამიანები, რომლებიც მართლაც არ გააჩნიათ, მაგრამ არავით არის არც 9 აპრილი, არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, არც დედა, არც მამა, არც ეკლესია, არც ოჯახური სიწმინდეები და არც ენდისი და არც ნამუსი, დღეს გამოავლინეს და დღეს დავგანახეს ჩვენ კიდევ ერთხელ. ჩვენ კი ვიცით და ხედავთ მაგას ყველაფერს და ვიცნობთ ვინც არის ეს ადამიანები, მაგრამ იმ ხალხმა ვინაც ბოლომდე არ აყავს ამოცნობილი ეს საშინელები არსებები, ხო იმათმა ხო დაინახეს, დღეს ხომ დაინახეს რა ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო რა. დღეს ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით გვიქნება საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის კონსერვატორი ბატონი რამაზ გაგნიძე. ბატონო რამაზ, მოგესალმებით, მადლობთ ჩვენთან სტუმრობისათვის. ბატონო რამაზ, ეხლა თქვენ არ გესწავლებათ და თქვენ გაღლილი გაქვთ ისეთი გზები, რომელი გზების საფუძველზე შესაფერის ნაბიჯებს დგამდით ნებისმიერ იმ თარიღებთან, რომელი თარიღებიც არის დაკავშირებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. უამრავი ესე იგი დღეები არის, უამრავი დღესასწაულები არის, უამრავი ტრაგიკული დღეები არის, ხო? და დღეს 9 აპრილს მართლაც რომ ჩვენ დავინახეთ საშინელება. მეორე 9 აპრილი დავინახეთ, ფაქტიურად მეორე 9 აპრილი იყო. ეს რასაც ის ხალხი აკეთებდა, ხო? ჩვეულებრივი მოქალაქეებს ამ მდგომარეობაში აგდებდნენ და რას უშვებოდნენ და როგორ შეურაცხყოფებს აკეთებდნენ. მე არა მაქვს ხელისუფლებაში ხელისუფლება, ხელისუფლება ცალკე თემა არის, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებიც უნდა მისული იყვნენ. მაგალითად ზაირა მიქაუტაძე, ხო? არის ეს ქალბატონის სამხედრო პირი არის, ხო? ის არის მართლაც თან ჟურნალისტი არის, კაცო. ჟურნალისტია 9 აპრილის მონაწილე არის. ეხლა 102 სარეზერვო ბატალიონში ერიცხება ეს ქალბატონი და მუშაობს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში და მივიდა დღეს ეს ადამიანი იქ, სადაც 99 წელს 9 აპრილს იდგა იქ. გაიგეთ, რაშია საქმე და არ მიუშვეს. არ მიუშვეს, გესმით რაშია საქმე. არ მიუშვეს კიდევ სხვა დანარჩენი ადამიანები. ეხლა მე ვხედავ რომ ესენი ცდილობდნენ რაღაც კიდევ გარკვეულ პროვოკაციებს და რაღაც გარკვეულ ესე იგი მოქმედებებს იმასთან დაკავშირებით, რომ იქ წასულიყო ხელჩართული ჩხუბი დაუშვათ და მე ვიღაც დაზიანებული იყო, მაგრამ უნდათ კიდევ ცდილობდნენ პოლიცია ჩარეულიყო ამ საკითხებში და პოლიციასთან მიმართებაში მუქთარიყო რაღაც კიდევ უფრო დაძაბული მდგომარეობა, ხო?
ვის მიერ იყო ეს დღევანდელი დღე და წუხანდელი დღე ორგანიზებული და ურევია თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ხელი აი ამ სწორედ აი პროვოკაციულ დღეს და პროვოკაციულ აი ამ ქმედებებთან დაკავშირებით, რასაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს ჭინკები და ეს სპეცსამსახურების აგენტები ახორციელებდნენ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. პირველ რიგში ვიზიარებ წუხარებას, ჩვენი ქართველი ერის წუხარებას ამ 9 აპრილის დღესთან ტრაიკულ დღესთან დაკავშირებით აცხონოს უფალმა ამ დიდებული ხალხის დიდებული სულები, ვინც შეეწირნენ ამ ტრაიკულ დღეს და დიდება მათ ნაცულებს. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ თქვენ მართალი აღნიშნეთ, რომ 9 აპრილი დღეს იყო სხვანაირი კუთხით, ისე ცუდი 9 აპრილი. დიახ. სამწუხაროდ 36-9 აპრილი არის, როცა მე არ მივედი და ვერ მივედი დღევანდელ დღეს პირადად და ჩემი სამეგობრო, იმიტომ რომ მოვერიდეთ პროვოკაციას. ეს პროვოკაცია ვისგან იყო დაგეგმილი, პირდაპირ გეუბნებით, რომ ამერიკის საელჩოს ლიბერალური სამყაროს დავალებით დაგეგმილი იყო ბატონი რა ქვია ბურჭულაძე რო ყავს რუსული ბანი. რუსული ბანი, კი. მაგ ბატონი ბურჭულაძის საშუალებით, მისი გაფრთხილებით, ასე მთელი ამ ლიბერასტების ხროვა, იქ ვინც იკრიბება რუსთაველზე, რომლებიცაც ადამიანური სახით, ადამიანური თვისებები და ადამიანური შეგნება აღარ შეერჩა და ადამიანური არაფერი აღარ დარჩათ, ის რამოდენიმე ასოვლოკაციანი ხროვა რო იკრიბება და ანუ მიზეზს ვხსნი, რატო ვერ მივედი, რატო არ მივედი, რომ სამწუხაროდ არა ეს აუცილებელია რომ ჩვენ სამწუხაროდ მოხდა ესე და მარტომი არა, ბევრი ჩვენნაირი ადამიანი მოერიდა ამ პროვოკაციას. მაგრამ ეს ერთი შემთხვევაა და მე აი მან ხროვას გარანტიას ვაძლევ, რომ შემდეგი შემთხვევა ეგეთი აღარ გამეორდება იმათ მხრიდან და ჩვენი ყოველთვის მისასვლელი სადაც გვექნება, ყოველთვის იქ უნდა მივიდეთ რეალური ქართველი ერი. და რაც შეეხება თვითონ ლიბერალურ დოქტრინაში არის გაწერილი ესეთი, რომ თუ გინდა რომ ხალხი შენჭკუაზე გადმოიყვანო და რაღაცა ხალხს თავი შეაცოდო და ხალხს ვითომ უნდა ანახო რაღაცა კონსერვატორული ქმედებები, ლიბერალებზე მაქვს ლაპარაკი, იქ უნდა შეხვიდე ეკლესიაში, ცანთელი უნდა დაანთო. ანუ გათხოვილ მამაკაცებზე, გასათხოვარ, განათხოვარ და გაუთხოვილ მამაკაცებზე მაქვს ლაპარაკი. წარმოიდგინე და ცოლმოყვანილ ქალებს. ლესბიელებს, ყავს საქართველოს. კი ბატონო და ასევე იმ ევროპული და ამერიკული ქვეყნების ელჩებზე, რომლებიც არიან კონკრეტულად ესეთი აი ღირებულებებით ბჭყალებში შემკულნი. და აი ესეთი ხალხი ამათი ხალხი დაწერილი დოქტრინა გვეუბნება, რომ უნდა შევიდნენ ეკლესიაში, იქ უნდა რაღაც ჩაატარონ საეკლესიო რიტუალი, თურმე უნდა მარხვაზე უნდა დაიწყონ, თუ მარხვას ვერ დაიწყებენ, უნდა ილოცონ, ხალხს დაანახონ, გამიგეთ თან თურმე ამავდროულად უნდა დაწვან კუბო, რომელზეც ქრისტეს სახე არის ამოსახული, გამიგეთ? თურმე ამავდროულად ასევე უნდა დაუკრან ტაში გათხოვილ და ნახმარ მამაკაცებს თურმე, სადაც მოსული არის რომელიღაცა ლიბერალური ქვეყნის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და რომელიც იძახის, რომ ჩემს უკანო ჩემი ქმარიაო ეს მამაკაცი. გერმანიის საგარეო საქმეთა არა, საგარეო საქმეთა. მაგაზე ვიძახი, ხო? დეპუტატი, გერმანიის მაღალჩინოსანი. რომელიც იძახის, რომ ჩემს უკანო წვერებიანი მამაკაციო, კაცი იძახის. ეს ჩემი მეუღლეა. ჩემი ცოლია. ჩემი ქმარია, ჩემი ქმარიაო. ქმარიაო. ჩემი ქმარია. ვერ გაიგებ, ვინა ცოლია. და ესეთი ლიბერა და ახალი ლიბერალური დოქტრინა თურმე ყოფილა ის, რომ პატა ბურჭულაძეს, რომელსაც დაავალეს ამ დოქტრინის ერთ-ერთი თამადას, ესე რომ ვთქვათ, აქაურ ქართულ თამადას, რუსულ ბანს, რომ უთხრეს, რომ აუცილებლად აი ესე გააკეთეთო, რომ მიდითო, რომ წუხარება გამოხატეთო და იცი ვისთანაც გამოხატა წუხარება? აი არაქალ დედაკაცთან ერთად, სუბელიანთან ერთად, რომელმაც რამოდენიმე წლის უკან მემორიალზე ტანაჯიოტა იცეკვა. გამიგეთათ შიშველ ტიტონმა იცეკვა 29 აპრილის მემორიალზე LGBT თემის LGBT თემის დედოფალი. კი ბატონო, კი ბატონო. ეს არის გაურკვეველი წარმოშობის დედაკაცი, თუ მამაკაცი, შეიძლება ორივე ერთად. და აი ესეთი სამწუხაროდ სუბუქი ყოფაქცევის მამაკაცები და დედაკაცები იყვნენ იქ დღევანდელი ამ 9 აპრილის პატრონაჟის როგორ ვთქვათ ესე იგი მასპინძლები ესე რომ ვთქვათ სამწუხაროდ რა და იმედია რომ ეს აღარ გამეორდება ეს ყველაფერი ეს ბრალი არის ქართული ოცნების მთავრობის ბრალი არის იმათ არ უნდა დაეშვა აქამდე ეს თემა და იმედია მოისმენენ ამ ხალხის აზრს
ნორმალური ხალხისაც და ამ შეცდომას ალბათ გამოასწორებენ. ბატონო რამაზ, ნახეთ ახლა თქვენ პაატა ბურჭულაძე ახსენეთ, ხო? აი, უბრალოდ საზოგადოებამაც რომ იცოდეს რა. ჩვენ ვიცით და თავით და ბოლომდე გვაქვს მთელი ეს აბსოლუტურად ეს აგენტურული ქსელი, რომელიც აი გადაღეჭილი და გადამუშავებული. ბატონო. ვინ საიდან როგორ სუნთქავს, ხო? პაატა ბურჭულაძე არის თქვენ როგორ სუნთქავს, რა იგულისხმეთ, პირადად სუნთქავთ თუ სხვა ადგილიდან? არა, სხვა ადგილიდან. ხო, გასაგები ჩვეულებრივი. ხო, პაატა ბურჭულაძე არის ესე იგი გამდიდრებული რუსეთში. რუსეთში გამდიდრდა ეს კაცი. ეს ხო ფაქტი არის და რუსეთში ეს ესე იგი იმათ ოპერის ერთ-ერთ რუსეთთან გაიცნო თელმა მსოფლიო. რუსეთიდან გაიცნო თელმა მსოფლიო. რუსეთში შევა მილიონები. რუსეთში შევა მილიონები. სულ რამოდენიმე წელს უკან რუსეთში ქონდა კონცერტები. კონცერტები რუსეთში ჩამოდის. მოდის აქ, ჩამოდის და მორალს უკითხავს საქართველოს მოსახლეობას, ხო? ეხლა მე წუხელი მოусმინე, მაგრამ თან რუსეთს აგინებს. აი, უბრალოდ სად არის ლოგიკა გესმის აშიას. ეხლა წუხელი მე მას მოусმინე რაღაც ფიცი დაწერეს, ფიცი, სექტანტური ფიცი. იქ 9 აპრილის მემორიალთან წაიკითხეს და უკან თავისი ეს სექტანტები უდგა, გაიგე და ყველა ერთად ფიცავდა, გაიგე. ბიჭო, ფიცი არსებობს ერთი ამ ქვეყანაში, ხო? ქართული ფიცი. ფიცი არსებობს სამხედრო ფიცი, რომელიც ჩვენ სამხედროებმა დავდეთ და შეფიცეთ ამ ქვეყანას და უნდა გემსახუროთ და უნდა დავდგეთ თქვენ სადარაჯოზე და ვერ გავიგი ახლა ყველა ესე იგი სექტანტურ ორგანიზაციას როგორც ჩანს აქვს თავიანთი ფიცი და თავიანთი ჰიმნი, ხო? და თავიანთი ხელისუფლება. თავიანთი პრეზიდენტი, როგორც ახლა ყავთ ეგ სალომე ზურაბიშვილი, მათი პრეზიდენტი არის, სექტანტების პრეზიდენტი ახლა და ჩვენი პრეზიდენტიო იძახიან. აი რა დონეზე აქვთ ამათ ტვინი გამორეცხილი კაცო რომ ან აკეთებენ იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად მათ არ აქვთ ფასეულებები არ აქვთ ეროვნული ფასეულებები არ აქვთ მათ ოჯახის სიწმინდეები მათ არ გააჩნიათ ხო სამშობლოს სიყვარული მათ არ გააჩნიათ ეკლესიის სიყვარული მათ არ გააჩნიათ წმენა რა ვიცი მთელი სინდისი ნამუსი ისტორია მამაპაპური ტრადიციები საერთოდ ყველაფერი აბსოლუტურად ისტორიას ეგენი გეოგრაფიას ეგენი არ ცნობენ არაფერს არ ცნობენ ხო თურმე ყოფილან ესენი ამ ქვეყანაში ელიტარული საზოგადოება და ესენი ყოფილან თურმე ის თანამედროვე საზოგადოება რომლემაც ააშენეს ეს ქვეყანა და რომელმაც ადამიანებმა თურმე ამ ქვეყანაში უნდა მოიტანონ მშვიდობა და თავისუფლება სადაც ორი კაცი ცხოვრება მოსულა ეს თურმე კაცი კაცთან დაქორწინება, ქალი კაცთან დაქორწინება, ვისი ვისაშია შობელი ნომერ 1, შობელი ნომერ 2. ვისი ვისაშია? შეიძლება შობელი ნომერ 3-იც. ვისი ვისაშია ვერ გაიგე. ხო და ესეთი, ესე იგი რომ მეტყვი გადახლართული ცხოვრება აქვს ამ ადამიანებს და ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა აღიკვეთოს ეს მარაზმი ამ ქვეყანაში და აი თქვენ წეხან ახსენეთ რომ მე ვერ მივედიო და მეც ვერ მივედი. ისი რატო ვერ მივედი? როგორც ვერ მივედი, არ მივედი. მე და თქვენ არ მივედი და ჩვენი მეგობრები თორე განა ვერ მივედი. ისი რატო არ მივედი? ლოგიკაში არ მივედი. ისი რატო არ მივედით? იმიტომ არ მივედით რომ ჩვენ კიდევ ავარიდეთ თავი რომ ამ მართლაც სექტანტებად ამ მართლაც ავამტყოფებმა კიდევ ახალი ჩირქი არ მოსწონს საქართველოს ეს მითაშია საკუთარ ჩვენ კიდევ ვერ მოვითმენდით იმას რაც ახლა დღეს ჩვეულებრივ მოქალაქეებმა მოითმინეს ხო დავამტრევდით კისრებს არა ასეც იქნებოდა ხო რას მოხდა რამოდენიმე წლის უკან რას მოხდა კახარიას პრემიერ-მინისტრის დროს გააქცია გააპარა ერთად რო ვიყავით მაშინ აი რო გააპარა ზუსტად ეგ გააპარა იქ იგივეს გავაკეთებდით მაგრამ გააპარა 5000 კაცი ჩვენ მოვერიდეთ ამას გაიგე და როდემდე უნდა ვერიდოთ ჩვენ როდემდე ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა რომლებსაც გვინდა ჩვეულებრივი წესით, ქართული წესით და ქრისტიანული წესით ვიცხოვროთ და მივაგოთ პატივი ყველა იმ ტრადიციული ცხოვრებას, რომელიც არის ჩვენი ისტორიის გადმონაშთი, როდემდე ნავითმინოთ ასეთი მარაზმი და რატომ არ ხდება სამართალდაცვა ორგანოების მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან რაღაც გარკვეული ზომების და ღონისძიებების ჩატარება იმასთან დაკავშირებით, ეს ხალხი იყო იზოლირებულები და დავისვენოთ ერთხელ და სამუდამოდ. კი ბატონო, 5 თვე უკვე გრძელდება ბატონო ტრისთან ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ამათი აი ეს ვაკხანალია, რასაც კადრულობენ. მაგრამ ეხლა ეს უკვე ალბათ ნებისმიერ ეშმაკის მოგონილ ზებუნებრივ ძალებს ცილდება ეს ახალი ფიცი, სექტანტური ფიცი, ჰიმნი, ახალი რაღაცა საოპერო სექტანტური სიმღერა, რაღაცა რაც მოიგონა ბურჭულაძემ თავის ხროვასთან და სექტასთან ერთად. და ეგ როგორ დავთვალოთ, იცით ეს ყველაფერი? ესე იგი, ამათ ხო ფიცი იმას ხდეს, დადეს, ხო, წაიკითხეს, ხო, იმღერეს, ხო, ანუ პიჯვარი გადაიწეს, პროსტორად რაღაცა სისულელები ჩაიტარეს, რიტუალები, ხო? და ეშმაკმა უყურე და ეშმაკმა პიჯვარი გადაიწერა, მალადეს მემაჯობეთ თქვენ. მემაჯობეთ, არა? ბატონო, აი ეგ და დამთავრდა.
აი ეს არის მაგათი ისა. ეხლა ნახეთ კიდევ მოდი ისიც უთხრა ჩვენ საქართველოს მოსახლეობას 9 აპრილის თუ ეხლა გასაგებია ტრაგედია იყო და არ უნდა მომხდარიყო ეს, მაგრამ ну საერთოდ საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა, სად ვეტენებოდით ვერ გავიგე მე. საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ჩვენს გარეშე დაიშლებოდა ხო საბჭოთა კავშირი კაცო. ну ჩართული იყო ეს პროცედურა კი ბატონო. ეს ჩართული იყო და მიდიოდა უკვე ესეთი ტემპით, რომ თვითონ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო გარბაჩოვი, რომელიც ცლიდა ამას რაღაცა ქვია საბჭოთა კავშირს და ჩვენ რაღაცნაირად ამერიკელებმა ბატონი მთავარი აგენტი. ხო, მთავარი აგენტი. და ისა რაღაცნაირად ამერიკელებმა ჩვენ შევκτენეს ამ იმაში, რა ქვია, რომ იტყვი, ამ აგორებული იმაში რა, ტალღაში და ჩვენც მოვხდით იმ დინებაში, რომელიც დინების საფუძველს მივიღეთ ის უბედურება. ეხლა მე მინდა საზოგადოებას იცოდეს და ეს აუცილებელიც არის, მოგთ კი ის ბიჭები, ის გოგონები, ის ხალხი, ვინც ვიყავით, კაცო, იქ და რაღაც ვიყავით იმ გზნობით, რომ მართლაც რომ ესე თავისუფლება და გვინდოდა რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო სახელმწიფო რა. იქნებოდა ეს ქვეყანა დამოუკიდებელი. გინდა არ გინდა, დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი და სად მიდიოდი ერთი მითხარი, ხო? ის იშლებოდა უკვე საბჭოთა კავშირი, სად მიდიოდი? პატრიარქი რომ გამოვიდა და მოუწოდა აი ყველას რომ დაიშალეთო. და იმიტომ რომ პატრიარქმა იცოდა ეს ყველაფერი რა მოხდებოდა, ხო? გქონდა ეს ბოლო-ბოლო ქვეყნის პატრიარქი იყო და გქონდა იმის შეგრძნება და იმის ისა რომ ეს მოხდებოდა, ხო? ეხლა რა მოხდა, ხო? ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთეს ესეთი რაღაცა. ქვეყნები ყოფილი, ну საბჭოთა კავშირის ქვეყნები, შემავალი ქვეყნები, საქართველო, ლიტვა, ლატვია და ასე შემდგომ, ხო, ესენი აქ სწორედ ჩაატარეს ეს სადამჯელო ოპერაციები იმისათვის, რომ მეტი ზიზღი ქონებოდა მოსახლეობას რუსეთისადმი. მეტი ზიზღი. ეს ახლა ჩატარდა 9 აპრილი, მორჩა. ახლა საბჭოთა კავშირის მიმართ კი არ გაუშვდა მარტო ხალხს ზიზღი, რუსეთის მიმართ გაუშვა უკვე ზიზღი, ხო? ლიტვაში რა მოხდა, ნახეთ? ლიტვაში ტელიანძი და ესროლის და დახოცეს მომიტინგეები. მაშინ იყო ისა ამოძრაობის ლიდერი, ისა ვიტაუტას ლანძბერგისი იყო, ვიტაუტას ლანძბერგისი იყო, მისი თავისუფლებისას ბრძოლის ლიდერი, მთავარი აგენტი ამერიკის. მთავარი აგენტი ამერიკის. მისი მოადგილე სამხედრო ფსიქოლოგი, ეს იყო ისა აუდიუს ბუტკიავიჩუსი, რომელმაც გადააცვა რუსული სამხედრო ფორმები იმ საღამოს ამ თავის ჯგუფს და აიყვანა ანძას და იმათ ასროლინა დაახოცინა ეს ხალხი და გადაიღეს, როგორ ესვენ რუსი ჯარისკაცები მშვიდობიან მომიტინგეებს და ამის შემდეგ თანამას ყველა ხედავდა სნაიპერები როგორ ხედავდა, ხო? შეიძლება სნაიპერს ხედავდეს ყველა. ამის შემდგომ ესე იგი წამოვიდა საზოგადოების მთელი ესე იგი მასიური უკმაყოფილება პირდაპირ ქუჩებში იმაშობოდნენ უკვე. რაც უკრაინაში მოხდა 2014 ზუსტად კი. იგივე თემა გააკეთა. ნახე რა ხდება ახლა. აი ეს უკრაინას შეეხეთ ახლა. ეს ხო ჩაატარეთ ლიტვაში, ხო და ამან იმუშავა. საქართველოში იმუშავა 9 აპრილიდან ჩაატარეს, იმიტომ რომ იქ რუსული გენერალიტეტი ნაკიდი ყავდა ამერიკელი სპეცსამსახურებს, გაიგე და როდიონოვის ნაკიდი ყავდათ, გაიგე და როდიონოვმა გააკეთეს, იმიტომ რომ როდიონოვი აგენტი იყო, გაიგე რაშია საქმე, ხო? და იქ ჯგუფი ყავდა, რომელიც ჯგუფს ეს უნდა გაეკეთებინა დაეხოცა ხალხი. ისევ იგივე მოხდა ლიტვაში. ეხლა თქვენ შეეხეთ უკრაინას. მე როდესაც უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით დავიწყე დამოუკიდებელი გამოძიება და ეს სნაიპერები რომლებიც იქნა ჩემს მიერ 2014-ში ხო? ხო, 14-ში გააბიგე და უშუალოდ იქ იყო ლიტველების ჯგუფი. ვინ ხელმძღვანელობდა ამ ლიტველების ჯგუფს, იცი? აი ეს სწორედ აუდიუს ბუტკიავიჩუსი. გაიგე და იგივე ესე იგი პროცედურა, იგივე სროლები, მომიტინგეების მიმართ და იგივე მოქმედებები. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ერთ და იგივე ხელწერით მოქმედებდა ყველა ამ ქვეყნებში, რომ ხალხის საზოგადოების მეტი დიდი ნაწილის ესე იგი ზიზღი გამოეჩინა რუსეთის მიმართ. აი ეს იყო 9 აპრილის და ეს იყო ის ლიტვას და ეს იყო ეს მთელი ეს პროცედურები, ეს იყო უკრაინას და ეს იყო ყველაფერი ყველა სცენარი დაწერილი ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დერეფნებში, ხო? ხო და ამას ხალხი ეხლა გასაგებია კი ბატონო ჩვენ 9 აპრილი ჩვენ ტკივილია, ჩვენ ტრაგედია არის, მაგრამ ეხლა თქვენ დღეს ნახეთ და მეც ვნახე დღეს, ხო? ეხლა ჩვეულებრივ მოქალაქეებს ჩვენსაც არ უშვებდნენ, ხო? იქ. ნუ ახლა გასაგებია ეგ საკრებულოს დეპუტატი არ მეუშვეს, იქ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ის კარგი ბიჭი არის, არ მეუშვეს, გაიგე და შეურაცხყოფები მიაყენეს, ხო? და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეს რობი დანიგანი თუ განდაგანი არის, გაიგე? ეს ქალია თუ კაცია ვერ გაიგებ, გაიგე? არა, ეხლა ქალია, ადრე კაცი იყო. ადრე კაცი იყო. ხო,
ესე იგი ეს ქალი დგას და უყურებს აი პირველი საშუალო სკოლა რომ არის იქ ბოლო ნაძვის ხერო არის იქიდან უყურებს სიტუაციას აბა როგორ მიმდინარეობს მის მიერ დაგეგმილი პროვოკაციები და რა ესე იგი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს ხო და კონკრეტულად აკონტროლებს არის აკონტროლებს და იქიდან სექტორში უყურებს და პირდაპირ უყურებს იმ სექტორს უყურებს და მაგი დაფიქსირებულია ყველანაირად იმ სექტორს უყურებს და რომელ სექტორშიც ეს დაძაბულობის კერა უნდა წარმოშობილიყო ხო და არაერთი წუთი იდგა დიდხანს ამის შემდეგ ამას კი არ აკვირდებიან ამი ბიჭო ამ ესენი ვინ არიან ეს უტვინუები წვინგარეცხილები ეს ყველაფერი ფაქტიურად უკვე რომ დაინახა რომ პირველი გეგმა კარგად ლამაზად წინვალით იმუშავა ამის შემდგომ მიდის დერეფანი კეთდება ხალხი ეს დერეფანი ახლა კატო კეთდება იცი იმიტომ რომ ისინი სულ ყველანი უკვე გაფრთხილებულებია სულ ყველა ვის დერეფანს აკეთებს სპეციალურად გაატარეთ ხალხი და მე შეუშალეთ ხელი ხო არა დერეფანი კეთდება რომ გაიაროს ამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და გააკეთეს ეს დერეფანი და როგორ ახლა ნახეთ ტაშს უკრავენ მადლობებს უხდიან და რა ვიცი თელი ოვაციებით ეხლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რომელმაც მოახდინეს საქართველოს მოსახლეობის ტვინის ოკუპაცია რომელიც ესე იგი ქვეყანაც პირდაპირ ღიად ებრძვის ჩვენ ტრადიციებს ჩვენს კულტურას ჩვენს ისტორიას აი რა დონეზე მიიყვანეს ეს ადამიანები რომლებიც დღეს ნამით მუხლებში ჩაუვარდა აი ამ გათახსირებულ ქალს ამ რობი დანიგანის გაიგე ამ მერე მოდის ისა გერმანიის ელჩი იგივე მერე პოლონეთის იგივე და იმ დონეზე არიან ესენი რამას ომიტყვი ტვინ გამორეცხილები რომ შენ საკუთარ მოქალაქეს არ უშვებ იქ გაიგე და ვინც შენ დაგიპრო სულიერად ვინც შენ ესე იგი გაგინადგურა ოჯახი ტრადიციები ეკლესია იმას მუხლებში უვარდები და მადლობას ეუბნები და ამ რობი დანიგანზე დავამატებ ხო აი ეს იყო თუ არა ამ ქალის მიერ ეს ყველაფერი ორგანიზებული თავისთავად ხალხია ამ ქალს ქონდა ორგანიზება გაკეთებული და ეს ქალი აკეთებდა ორგანიზებას წლების განმავლობაში სანამ ტრამპის ხელისუფლება მოვიდოდა ტრამპის საწინააღმდეგო ზუსტად თავიდანვე და იყო ბაიდენის ოფიციალური მონა წარგზავნილი არა საქართველოში არამედ სრულიად სამხრეთ კავკასიაში. ჩემ მაგ იტალიაში ყოფილა გონია. აი მაგი უნდა მეთქო ზუსტად მაგიტომ გთხოვეთ რომ დავამატებ მეთქი. კი ბატონო. იტალიიდან იტალიელების ძალიან დიდი აღშფოთების მერე გამოგდებული არის როგორც ამერიკის ელჩი იქიდან და მანამდე იყო ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მე მგონი თუ არ ვცდები სერბეთში თუ სლოვენიაში ანუ იუგოსლავიის ქვეყნებში და ყველგან ანალოგიური რევოლუციური სცენარის ჩატარება უნდოდა და ცნობილი არის მაგ გათახსირებული ქმედებებით ეს ქალბატონი თუ ვაჟბატონი აღარ ვიცი რა უწოდება. მე მგონი ტრანსგენდერია, ბიტო სახელი. არა, მე მგონი არა ტრანსგენდერია. სახელი ატოქია რობი ხო კაცის სახელი. არ მალავს. რობი ხო კაცის სახელია. კი და ამას არ მალავს არავინ სხვათა შორის და თვითონ რო შეეკითხო მე მგონი გულწრფელი იქნება და არტილიონ გაუხარდება. კი, გაუხარდება. იმიტომ რომ პატივსე მის სიმართლეს. ნათქვამს სიმართლეს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ეს 9 აპრილის თემას, ეს ყველგან ვიცით რომ გარბაჩოვი და მისი მეუღლე რაისა გარბაჩოვა იყვნენ ამერიკის აგენტურული ქსელის დიადი წარმომადგენლები და ზოგადად ნომერ პირველი აგენტები საბჭოთა კავშირში, მაგის საშუალებით მოვიდა როგორც ხელმძღვანელად გორბაჩოვი და მის ცოლის გარეშე ნაბის ვერ დგავდა რაისას გარეშე, კარგად გვახსოვს ის პერიოდი მოვესწრეთ ამას. და პერესტროიკა დაიწყო ზუსტად აი სიტყვა პერესტროიკით დაიწყო განადგურება მაშინდელი საბჭოური ცხოვრების გადასვლა აგენტურულ ქსელზე და აგენტურული ქსელის საშუალებით დაშლის პროცესი დაიწყო უკვე იმას და მე სიტყვა დაამატეს პერესტროიკა სუსკარენი გამიგე სუსკარენი იყო ესე იგი დაჩქარებული წესი და უნდა ყოფილიყო ეს 90 წლამდე და მოხდარიყო ეს ყველაფერი რა ანუ 80-იან წლების ბოლო 5 წლებში უნდა მთვარებულიყო. ესე ამაზე მიდიოდა საუბარი. და რაც შეეხება ჩვენთან 9 აპრილის თემა დაკავშირებული იყო პირდაპირ ამ აგენტურულ ქსელთან და სამწუხაროდ ბევრი მაშინდელი პარტიების წარმომადგენლები, სულ ყველაზე არ მაქვს საუბარი, პოზიციური თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სავსე იყო აგენტურული ქსელის კი, განხეთქილება როგორ აკეთებდნენ ეროვნულ კი ბატონო და რომლებიც აი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს, რომლებიც ასევე პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ ხალხის ქმედებას და პირდაპირ ითრევდნენ ხალხს, რომ 9 აპრილზე მოხდარიყო სისხლიანი ესე იგი
სისხლიანი ქმედება დამთავრებული იყო ტრაგედიით, იმით კონკრეტულად და იცად დავალება ჰქონდათ მიღებული იმ დიდი აგენტურული აგენტებისგან იმ პატარა ქართულ აგენტურულ ქსელს. აი ეს იყო ყველაფერი სამწუხარო და შედეგი ვიხილეთ სახეზე. ხო მართალია. ეხლა რაც შეეხება კიდევ ცოტა ის ჩავუვარდები. კი, არა, რაც შეეხება კიევის თემას, კიევის თემას. კიევის თემაში ამერიკელების დავალებით მოქმედებდა გია ლორდ-კიფაინძის, ანუ ვალდემირ ბერაბიშვილის მაშინ ყოფილი სპეცნაზის ხელმძღვანელის და ასევე ფინანსური პოლიციიდან სპეცნაზის, ანუ კეზერაშვილის სპეცნაზის და ახალაიების კუდის სპეცნაზის გაქცეული თანამშრომლების გარკვეული ნაწილები და სადაც უმელი საქმუშაობდნენ დამჯელი სპეცრაზმელები, ზონდერები, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები, მარტო დაჟაში არა, მარტო ასევე ომში და სნაიპერიდან სროლაში. ადამიანის ლიკვიდაციაში. აი ზუსტად ისინი იღებდნენ მონაწილეობას, ვინც დახოცეს ხალხი 2014-ში კონკრეტულად და ესროდნენ ჩვეულებრივ მშვიდობიან მომიტინგეებს. კი. მაგრამ იქ მშვიდობიან მომიტინგე იყო თუ არ იყო მშვიდობიან მომიტინგე, მაგათ თქო მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ პროვოკაციულად მიდიოდა იმ ხალხის ხოცვა და დაებრალებათ ადამიანი რა მნიშვნელობა აქვს. დაებრალებათ ხელისუფლების ოპოზიციო პოზიცია, ხო, დაებრუნო ხელისუფლების და მოხდა 10-იანზე, 5-იან თუ 10-იანზე შეასრულეს ეს ყველაფერი. მაგრამ გეუნებით მინ მონაწილეობა საქართველოს ეს ყველაფერი იყო სააკაშვილის ინსპირირებული, სააკაშვილის დავალებით და მათი ზონდერ ჯგუფები დღესაც გონიათ რომ წარმატებით იღებენ მონაწილეობას და წარმატებით ვერ იღებენ მონაწილეობას ბენდერების ფაშისტური წარმონაქმნების ზელენსკის ფაშისტური ხელისუფლების საომარ ქმედებებში. პირდაპირ ვიზახი, სადაც საუბარი არის ეგრეთ წოდებულ ნატოს გულისთვის დაწყებულ ომზე და როცა ტრამპმა გამოაცხადა რომ ნატოში ვერსგავში ვერ შევა, ომი რატო არ წყდება, თუ ნატოში ვერ შედიხარ. ანუ პირდაპირ გეუბნები რომ ფულის თემა, სადაც გაპრავლდეს ზელენსკისთვის 70 მილიარდი დოლარი და ამის გამოправებლად იგულისხმება ის ხალხი, ვინც ჩამოთვალე და მთლიანობაში ეს ყველაფერი აჟურში არის მოყვანილი და შედეგი არის სახეზე. რა შედეგი სახეზე? აღზევება ფაშისტური უკრაინაზე არ ვლაპარაკობ, ფაშისტური უკრაინის ნაწილი დასავლეთის, ანუ ბენდერების აღზევება და განადგურება იმ რიგითი უკრაინელების, მართლმადიდებლური უკრაინელების, განადგურება რიგითი მართლმადიდებლური ეკლესიების, ჩამოხრჩობა და დახოცვა და წამება და კვლავ და ცემა ტყება იმ მართლმადიდებლური მღვდლების და ფაქტია რომ 40% უკრაინა აღარ არსებობს. ეს ჩამოხრჩობა თქვენ ზანეთ თქვენ მღვდლების და ეკლესია ამას ვინ აკეთებს? რუსები თუ ბენდერები? არა, ამას აკეთებენ კონკრეტულად ბენდერები, ზელენსკის დავალებით, ამერიკელების და ევროკავშირის მაღალჩინოსების დავალებით. ის აგენტურული ქსელი. დიახ. ეხლა კიევში რუსი არ შედის. არა. ლვოვში რუსი არ შედის. და იმ დასავლეთ ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში სულ ეგენი არიან, ხო? და ეგენი ვიდეოებში პირდაპირ ჩანს ეგრეთ წოდებული ფაშისტური სხვა სტიებით გამზადებულები აზოვის და სხვა ბატალიონის შემადგენლები როგორ აღჭობენ და როგორ ხოცავენ და როგორ ანგრევენ ეკლესიებს. ეხლა ეს ხო ზღაპარი არ არის, ეს ხო გადაღებული კადრებია. ეს ხო გადაღებული კადრებია, თავიანთი გადაღებული კადრები, რომელიც გამოვიდა სამშვიდობოს და პირდაპირ რომელიც ანუ გააგზავნეს თქვა ამერიკაში და თავიანთ არქიპოსეთურებთან და თავიანთ დამკვეთებთან და ისევე ნაწილით გამოვიდა ნორმალური ხალხის თვალთახედვის არეში. აი რა ჩვეულებრივია. ესე იგი რა ხდება იცი ბატონო რამაც რაღაც თქვენ ჩამოაყალიბეთ ზუსტად აი ის რაც თქვენ თქვით ახლა ხო აი პირდაპირ ზედმიწევით ეგრე ხდება უკრაინაში. ეგრე ზუსტად ეკლესიების გრევა, მღვდლების დაპატიმრება, ჩამოხრჩობა, ცემა, რა ვიცი. ეს ლიბერალური დოქტრინის ნაწილია. ხო, ეხლა და უკაცრავად არ დაგავიწყოთ სიტყვა არ დაიწყოთ ბატონ ტირსან. ხო აგრევენ ეკლესიას. უცებ ის რა ქვია, სიტყვაზე აღდგომაზე, შობაზე უცებ გავარდებენ ეკლესიის შულოცულობენ. ანუ ეს ლიბერალური დოქტრინის ნაწილია, რომ თქვენ კი უნდა დაანგრიოთ ეკლესია, რომ თქვენ მართლმადიდებლური არ შეიძლება მართლმადიდებლური საყმაროს პობა დაიწყოთ და ბევა დაიწყოთ. მაგრამ როცა საჭიროა უცებ უნდა დადგათ კინო, თეატრი, რაღაცა სცენა უნდა დადგათ და უცებ უნდა შევარდეთ ეკლესიაში და დაიწყოთ სათლების ხელში დაჭერა და ლოცვა. აი ეს არის ამათი ნაწილი. დაანახო, იმიტომ საზოგადოებრივი ეს ოფიციალური ამაღათი სტილია იგი. კი ბატონო, ხო და მარტო ეხლა ის ეკლესიები რომელიც არ დაანგრიეს, იმაში სტრიმის ბარები გახსნეს და ის რა ქვია, დისკოტეკებს ატარებენ. კი ბატონო, ჩვეულებრივი ამბავია. აი ეხლა ეს უკრაინა ცხოვრობს ღამის ცხოვრებით.
ეს რას თქვენ ახლა უკაცრავად კიევი ცხოვრობს, ღამის ცხოვრობს ჩვეულებრივ. რას ახლა თქვენ ბრძანეთ და რას ახლა თქვენ ჩვენ ტელემაყურებელს უთხარით, ხო? ეს უნდათ გააკეთებიათ საქართველოში. კი ბატონო. ზუსტად ეს უნდათ საქართველოში გააკეთებიათ. ამას გააკეთებდნენ სულ რამოდენიმე კვირაში. აწიდებოდა მას წლები. ამისთვის მთელი ესე იგი ფინანსები ამერიკის შეერთებულ შტატებმა მაშინელა ბაიდენის ადმინისტრაციამ ლიბერალ LGBT ფაშისტურ ტერორისტულმა იდეოლოგიის მატარებელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა სრული მობილიზაცია გააკეთეს, რომ საქართველოს სასული იყო ამ გზით. ამისთვის იყო ახლა თქვენ წარმოგიდგენთ კიდე რვა განმეორდი არ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დღეს რომელიც გაღიმებული სახით შევიდა ამ თავიანთ აგენტურაში ამ სექტანტებში და ესენი მუხლებზე კოცნიდნენ მადლობას ეუბნებოდნენ ხო ეს ადამიანი იქ მარტო მუხლებია ჩვენ ეს ხო მარტო მუხლებია ჩვენ ეს ადამიანი რამოდენიმე ხნის იქ უნდა ამბობდა რომ საქართველოსიო მომი რო დაიწყება ვერ გაუძელთ ტყეში გადითო ტყეში გადითო და ამოიხოცეთ იქ სულყელანი მთელი საქართველოს ქართველიერი განადგურდითო და ჩვენ ტერიტორია გვინდა კაცო თქვენ აღჭიდებით ჩვენო კაცო ჩვენ გვინდა ტერიტორიაო რომ ტერიტორია გამოიყენოთ ჩვენ პოლიგონად რუსეთის წინააღმდეგო ამ ადამიანს ტაშს უკრავ დღეს და ხვდები ტაშის დაკვირით გაიგე და მადლობას ეუბნები რასთვის ეუბნები მადლობას რომ გაგანადგუროს და განადგურებისთვის ეუბნები მადლობას აი ამ დონის და ამ ესე იგი რომ მეტყვი ჩვენ ფსიქოლოგიურად მომზადებული საზოგადოება გვაქვს დღეს ჩვენ იქ და ნახეთ ახლა ბავშვები ამათთან ისეთი ყველაზე საშიში არაღი რა არის დღეს იმის წინააღმდეგ ქვეყნის წინააღმდეგ ახალგაზრდა თაობა ბავშვი ყველაზე ძლიერი არაღი არის ვერაფერი აბსოლუტურად იარაღით ვერ დაუპირისპირდები იმ პატარა ბავშვებს და ვერაფერი იარაღით ვერ მოერევი. იმიტომ რომ შენი შვილი არის ის, ხო? არასრულწლოვანია და არასრულწლოვანი არის. ამათმა სწორედ ამ ბავშვების ოკუპაცია გააკეთეს. ივა თქვენი გამორიცხეს. ამ ბავშვების სრული ოკუპაცია გააკეთეს. ჩვენი შვილებია, კაცო ისინი. ამ ბავშვების სრული ოკუპაცია გააკეთეს. დაგვიმახინჯეს ამ ბავშვების სრული და ამ ადამიანს დღეს ტაშუკ რა. ხელისუფლება რატომ არ აკეთებს და რატომ არ გავს იმ ნაბიჯებს, რომ ეს პროცესი რა პროცესის დღეს გრძელდება ისევ კაცო ეს ხო გრძელდება ეს პროცესი ისევ მე ვერ ხედავ რომ რაღაც გარკვეული სამუშაოები ჩატარდა იმასთან დაკავშირებით რომ ამ ბავშვებთან მიმართებაში რაღაც მიდგომები გააკეთონ ხო რატომ არ აკეთებს ყველაფერი ბატონ ანდრესა ნახეთ 2003 წლიდან მოვიდა ხელისუფლება აი პირდაპირ ვიძახი რომ სატანისტური სექტანტური ხელისუფლება მოვიდა სააკაშვილის თამადობით და იმ მოტივით რომ ვითომ გზები დააგო, ვითომ დენი იმას ხსნა, ვითომ რაღაცა გამოცვალა, ვითომ რაღაცა ფასადები შეცვალა, ვითომ ესე იგი ხალხის ყურადღება გადაიტანა და სამაგიეროდ ხალხს აპატიმრებდა, აუპატიურებდა, ართმევდა, ანადგურებდა, ოჯახებს იმაშობოდა, შეურაცხყოფდა და ყველაფერს უბედურებას იმაშობდა, მაგრამ ყველაზე უბედურება მათ შორის რაც გააკეთა სააკაშვილმა ეს იყო სწავლა-განათლების მოსპობა, განათლების სისტემა, ტრადიციების მოსპობა, განათლების სისტემის განადგურება და აყენა სანტექნიკი განათლების მინისტრად. ლომაია. სანტექნიკი და განათლების მინისტრად, რომელმაც არ იცოდა წყლის და ტუალეტის კანალიზაციის გარდა არაფერი წესით. მაგრამ იყო სოროსის ფონდის წარმომადგენელი და იცოდა იმან კარგად როგორ უნდა მოესპო განათლება. კი არა, აღიღვრძდებინა, უნდა მოესპო. და აქედან გამომდინარე ეს სისტემა რომ მოსპო ზუსტად მაგ კითხვას დაუბრუნდებით თქვენ კითხვას. 2012 წლიდან რა უშლიდა ხელს? რა გავაკეთეთ? ქართულ მოოცნებას. ხო, რა გაკეთე? ანუ 13 წელი ეგენი არის. ისინი 9 წელი, ესენი 13 წელი არიან. შენ რა ქონდა? არა ბატონო. აი ზუსტად ის ჩანერგილი ნაცები კოჰაბიტაციის შედეგად, რომელიც არის ქართულ ოცნებაში და ზუსტად ის ლიბერალური სამყარო, რომლებიც ეხლა ვითომ გაკონსერვატორდნენ, ვითომ აი ბოლო წელიწადი, აი ლიბერალურმა სამყარომ სულ ბოლომდე გაანადგურა კიდე მაქსიმალურად 8 წელი მიიღო მაგ საკითხში, ბჭყალებში. გააგრძელეს პროცესი. გააგრძელეს ეს პროცესი. და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ეს პროცესი დაიწყო 2003-ში, მანამდე დაიწყო პროცესულად, მაგრამ 2003-ში ძაფრი ფორმა მიიღო და 2025-ია. 22 წელიწადში თქვენ აზე ხართ, რომ მინიმუმ 2 თაობა შეიცვალა. მინიმუმ. ახალი თაობები მივიღეთ. ესე იგი, ერთი დიდი თაობა შეიცვალა, მაგრამ ორი თაობა შეიცვალა, გაზრდა, გამოზრდა ის. ეს არის ძალიან დიდი საშინელება და თუ ჩვენ სასწრაფოდ ხალხმა არ მივმართეთ კონკრეტულად გამოსვლებით იქნება თუ რაღაცა ფართო მასშტაბიანი მიტინგებით იქნება თუ როგორ იქნება მთავრობას არ შეუძახეთ რომ კონკრეტულად ქვეყნის გამოსწორება დავიწყოთ განათლების სფეროთი და შვილების მომავლის წარწმევის შემოტრიალებით ხო დაბრუნებით ხო არ გამოვა სხვა არაფერი ეს არ გამოვა სხვა არაფერი იმიტომ რომ კიდევ გემოვნებით თუ გავა კიდევ 11 წელი
აღარ ჭირდება ალბათ 11 წელი, საკმარისი ალბათ 5 წელი, 5 წელი რომ უკვე 21 საუკუნის 2030 წელს უკვე საბოლოოდ მივიღეთ ალბათ გაანადგურებულ საქართველოს ფსიქოლოგიურად, მორალურად, ახალგაზრდობის კუთხით, სწავლაგანათლებით, ზრდილობით, ყველანაირად გაანადგურებულ საქართველოს მივიღებთ. ტრადიციებით აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე მე თქვენ და ჩვენი დიდი სამეგობრო და ჩვენი დიდი მოსახლეობა არ შევეპოვებით ამას და ალბათ სანამ ცოცხლები ვართ ჩვენი ვალდებულება იქნება რომ გავაგრძელოთ ბოლომდე რომ ეს დავაყენოთ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ რეალიაცებზე ყველაფერი. კი ბატონო, აი გეთანხმებით ბატონო რამაზ რომ ჩვენ არ შევეგუებით ამას. ბიჭო, ჩვენ არ ვეგუებით ამას და ამდენი წელიწადი არ შევგუებულვართ და ამდენი წელიწადია ჩვენ ეს აი ყველანაირ იმას ბერკეტებს გვიქმნიან რომ ჩვენი ბრძოლა შეაფერხო, ხო? მაგრამ მაინც ვაკეთებთ. შიშველი ხელებით ვაკეთებთ მაგას. კი ბატონო. რა ვიცი, რა არ გაგვიკეთეს, ხან ანგარიშები დაგვიყადაგეს, ხან რაღაცები, მაგრამ მაინც გავაკეთეთ, ხო? და მაინც ვაკეთებთ დღესაც, მაგრამ თუ სახელმწიფო სისტემა არ შეიცვალა, მის დგომა არ შეიცვალა, აი ამ სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მარტო ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ბატონო რამას. ჩვენ კიდევ გეუბნებით, ჩვენ შევეწირებით ამას. ვიცი მჯერავს, რომ შევეწირებით ჩვენ და ჩვენაირები, მაგრამ სწორედ ეს უნდათ. აი ამ ლიბერალ LGBT ფაშისტურ, ტერორისტული პოლიტიკის და იდეოლოგიის მატერებელი პოლიტიკურ ლიდერებს რომ ჩვენ შევეწიროთ ამას და მე თვითონ იფარფაჩო და იბატონო. რომელიც სახელმწიფოების პრობლემაა სამწუხაროდ. ხო, ხო, და შემდგომ გაბატონდნენ ისინი, ხო? იცი როგორი მთავრობაა, როგორი წევრები არიან? მთავრობაში რო იყვნენ გამოსვლებზე, ამ წლების განმავლობაში და ბოლო 5 თვის განმავლობაში. და მათი ცოცხალი გარეთ იდგა და ვითომ ქმარს კი არ იცავდა, ვითომ ქმარს კი არ აგინებდნენ, აგინებდნენ ოცნების ხელისუფლებას. აი როგორ შეიძლება ეხლა ეგეთი ოჯახი იყოს, ამიხსენეთ, აი ნორმალურ ადამიანმა, რომ ქმარი მუშაობდეს იმაში, რა ქვია, მაღალ თანამდებობაზე, თქვა პარლამენტში, სამინისტროში იმაში და ცოცხალი გარეთ ყავდეს და აგინებდეს ქმარს. ეხლა ზღაპარია ეხლა ვერ გავიგე. ხო, ეხლა რა ხდება, შეხედეთ, ნახეთ. უკაცრავად ანუ პრემიებს და ხელფასებს ჭამს ამ მთავრობიდან მიღებული შემოსავლით და უზრუნველყოფით იმითი ოჯახის წევრები და ისინი იქიდან ლიბერალისტებისგან იღებენ კიდე სულსაცანოვაგეს გამიგე და პახოვდო აგინებენ ამათ კიდე აი ჩემთვის არის გაურკვეველი ეგ მაგას თავი დაანებე ხო ეგ ოჯახის წევრებიც ხო ხო ნახე ახლა კიდე სწორედ მაგ პროცესებში იყო ჩართული სახელმწიფო სამსახურის წარმოადგენლებიც მერიის თანამშრომლების გამგეობის თანამშრომლების კი ბატონო და მეტიც თავდაცვის სამინისტროს ისა 60 კაციანმა თანამშრომლებმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა განცხადება გააკეთეს და პოლიციამ სულ არ გააკეთა განცხადება თანამშრომლებმა ცალკე არ გაიხსნეს საერთოდ აქედან საქართველოსთან აქ რას გეუბნებით არ დაწერეს განცხადება კოლექტიურად გააკეთეთ და უცებ 60 კაცის განცხადება და ხის არა დაგმო ის ყველაფერი თავდაცვის ძალების ესმის რომელიც საერთოდ აპოლიტიზირებული უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში მას არ აქვს უფლება ჩაერიოს რაიმე გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებში ხო მოდი რა დავაკონკრეტოთ რადაგმეს ნახეთ ბიჭო, თავდაცვის სამინისტროში რომ ამხელა ამდენი ნაცები გიზია, აი ეგ თავდაცვის სამინისტროში. სუში, პოლიციაში და ყველა სისტემაში. ეხლა კიდევ აი მე მინდა თქვენ შეგეკითხოთ და თქვენ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია. ეხლა გარკვეული გადაადგილებები მოხდა ახლა, თანამდებობრივი გადაადგილებები მოხდა და ზოგი დააწინაურეს, ზოგი ის და ზოგი ის და ეხლა არის ინფორმაცია ესეთი რომ რაღაც გარკვეული თანამდებობრივი მამალი აი პირსისხლიანი ნაცები დაინიშნენ. ზონდერი. გამაუპატრობ ნაცები. ვინ არის ეს ხალხი? ვინ არის? აი საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე რამოდენიმე დღეს თქვა დაინიშნა ბატონი გიორგი ბუხრაშვილი, რომელიც არის ზონდერი, მერაბიშვილის მარჯვენა ხელი, მერე იყო ახალაიას მარჯვენა ხელი და რომელიც დღეს არის აჭარის პოლიციის მთავარი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მთელი აჭარის პოლიციის. ასევე გვარი აღარ მახსოვს ზუსტად, იმიტომ შეიძლება შევცდე, იყო ქარელის თუ არ ვცდები, თუ კასპის მთავარი სამმართველოს უფროსი დაინიშნა დღეს ქალაქის თბილისის დედაქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსად. თუ ერთი კაცია, მაგ თანამდებობაზე 12 კაცი არ დაინიშნებოდა. ანუ შეუძლია გვარი გადაამოწმო და მისი პიროვნება ნახონ, ვინ რა არის და ამას ჩემს სიტყვებს რომ ვადასტურებ, ამაზე პასუხისმგებელი ვარ ყველანაირად. და პლუს კიდევ ამ წუთში კიდევ მოქმედი ქალაქის მერი ბათუმის არჩილ ჩიქოვანი რომელიც იყო აჭარის სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი ახალაიას დროს რომელიც იყო მეგის ქარდავაზ ახალაიას დანიშნული რომელიც იყო ხალხის წამები და განადგურები და გაუბედურები დაკავებული 2010-2012 წლებში ეხლა არის მოქმედი ქალაქის მერი იმის ბათუმის კი რომელმაც გადაჭამა მთელი აჭარა და მთელი ბათუმი
კი, გეთანხმებით. რიჟვაძე მოხსნეს თუ გაუშვეს, თუ წავიდა. უშველა თავს. და რიჟვაძე დეგენ ნათლმინები არიან. ანუ ერთ თემაში იყვნენ ეს ჩიკოვანდა ეს. ეხლა ბოლოს. ადრე რიჟვაძე რაც წარმოადგენდა, ეხლა ყოლებს ნუ მაღამათქმევინებენ. და მისი ოჯახის ზოგიერთი წევრი რაც წარმოადგენდა, მაგრამ ზოგადად თორე რასაც ვიძახი იმის ხოჯერად რა. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ბატონურობას აბა თქვი რა იყო რიჟვაძე. არა, რაც თქვი ეხლა ისინი ხო დაინტერესენ იმით რა. აი მაგაზე მეცინება ხო. ის ხო იმის პრევენციის სახით ხო მოახდინათ რაღაც გარკვეულ რეაგირება ხო? ხო, შეიცხადებენ, მე რა მოხდა. რა რა მოხდა და იმიტომ ხარ. აი თქვენ ახსენეთ, ახლა ეს ორი ადამიანი რომელიც არა, კიდე დავასახელო, საკმარისი არ არის რა. 4 ადამიანი. ავიღოთ ეს ორი ადამიანი. ნახეთ ახლა, ავიღოთ ეს ორი ადამიანი. ორი არა, 3 და. ხო, თუ 3 ავიღოთ ეს 3 ადამიანი. რაზმინდა ახლა გამომხოლე ყურადღება. ბიჭო, გამოდიხარ და ამბობ რომ მუშაობს კომისია, საპარლამენტო კომისია სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელმაც უნდა დადოს დასკვნები. რომელიც დასკვნების საფუძველზეც უნდა აღიძრეს სისხლის სამართლის საქმე იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელმა ადამიანებაც მიიღეს მონაწილეობა სწორედ აი ამ სისხლიან რეჟიმში, სააკაშვილის დროს და ჩაიდინეს დანაშაულებები. ეს ორი ადამიანი, ეს 3 ადამიანი არ იყო მონაწილე ამ იმაში, რა ქვია, დანაშაულებებში. პირდაპირ გეუბნებით რა შეყო და მონაწილე. მე რას აკეთებს კომისია? არა, ნუ კომისია მე ესე მგონია რომ ხალხის დასანახავად მე ეს ჩემ აზრს ვიზახი, ხალხის დასანახავად საარჩევნო წელიწადია 2025 და მე 2028-მდე აღარ იქნება არჩევნები და სავარაუდოდ ალბათ რაღაცა გარკვეული საქმისთვის და ხმებისთვის ჭირდება, ღმერთთან უკრასო ჩემი სიტყვები გამართლეს. მე მინდა რომ ისე იყოს, როგორც არის დანიშნული კომისია, რეალობაში. მაგრამ თუ არ გამართლა მე რა? აი თუ ჩემი სიტყვები არ გამართლა მე რა? ანუ თუ გამართლა, უბრალოდ. ანუ თუ ის კომისია მის საქმე არ წარმართა, როგორც ფიქრობთ, როგორც გვაქვს ჩვენი აზრი დაფიქსირებული, ხო? ერთი რა მაინტერესებს ის რომ ცხონებული ჩემი მეგობრის ბესო ხარზიანის თემა განიხილება იმ კომისიაზე და კიდე ბევრი ისეთი საქმეები განიხილება იმ კომისიაზე, რომ კი ბატონო. მაგრამ აი რატო არ განიხილება რიგითი ისეთი საქმეები, რომელიც არის უმძიმესი. აი ზაზა დავითაია იხვეწება, რომ დამკითხეთო კომისიაზეო და მას აქვს უზარმაზარი ინფორმაცია, უდიდესი ინფორმაცია და თან როგორც ჩანაწერები. პირდაპირ იქ ზონდერების, იქ პოლიტპატიმრების, იქ ის ყველანაირი ინფორმაცია აქვს მოპოვებულია. კომისიას გადაღეჭვა არ ჭირდება, მიხვდეთ დაუდებს ამ ილაპარაკებს, თუმცა 1-2-3 საათი დასვით ეს ზაზა დავითაია და იმას აქვია დაგელაპარაკოს იმაზე. რამდენი ხალხი არის ესეთი? მეც გეტყვი. მაგრამ ხალხს ნიჰილებში ჩავარდნილი რომ იმედი არ აქვს. მეც გეტყვი ახლა, მეც გეტყვი. მე მქონდა კომუნიკაციები და უნდა დაერეკა ჩემთვის. შევთავაზე კომისია ჩემი ისა და საერთოდ არავინ არ უნდა დაერეკა ჩემთვის და უნდა წამსგარიყავ მე კომისიაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად ეს არის რევაზ სახვაძე და ისა რა ქვია კონსტანტინე ფორჩხიძე. ჩვენ 3 ადამიანმა ვიმუშავეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და სულ დავდებით დასკვნები. როგორ ვაჭროვდა სააკაშვილი, კეზერაშვილი და მისი ბიძა იარაღი და ნარკოტიკი. ნარკოტიკი. ამის ტომები გვიდებს, ტომები. მასალები გვაქვს, დოკუმენტები. და საწავი და 2 კონტეინერი. სამედიცინო მორფი, რომელიც უგულავამ გაყიდა. რომელიც უგულავოს კონტროლის ქვეშ იყო. 2 კონტეინერი, ხო არ ვიცახი რომ 2 პატარა ყუთია. კარგი, კაცო, მეუნებით ხო და ვითხრეს რომ ისა დაგიკავშირდებით. დაგიკავშირდებით, და დღემდე არავინ დამკავშირებია, ხო, მაგრამ ბიჭო, კარგი, მე თავი დამანდებით, კაცო. ეს 2 ადამიანი მაინც დაკითხეთ. სახვაძე, რევაზ სახვაძე, რომელმაც სულ ზეპირათიც ის რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რატომ არ იმუშავა საქართველოს საჰაერო თადოთის სისტემება რუსული ავიაციის წინააღმდეგ. რა იყო ამის მიზეზი, ხო? ეს ადამიანია ამის სპეციალისტი და ეს ადამიანი ღებულობდა უშუალოდ მონაწილეობას ამაში და ამბობს რომ დამკითხეთო, აი ამ ადამიანმა სიმართლე რო თქვა. მართალი ბრძანები, რატო ვერ იმუშავდა, რატო არ იმუშავა? რატო არ იმუშავა? ამ ადამიანმა სიმართლე რო თქვა, დაიჭირეს და ციხეში გამოუშვეს და ჩვენთან ერთად იჯდა ეგ. გესმით? დაიჭირეს, რომ შენ სიმართლეს უამბობ, ამიტომ დაგიჭიროთ, ხო? კაი, ზავიდა ისინი აღარ გდნენ. კოტე ფორჩხიძემ სიმართლე რო თქვა და სიმართლე რო დადო ამხელა პროფესიონალი კაცი, უშუალოდ პოლკოვნიკი, გაიგე? ვალმერაბიშვილმა გაანადგურა კაცი და საერთოდ უპენსიოსად დადო. ის ნასახურებებიც კი აღარ ჩაუთვალეს. ამასაც არ აღუდგინეს. ამასაც არ აღუდგინეს, ხო? ბიჭო, დაუძახეთ ამ ადამიანებს, გაიგე და დააკითხეთ ეს ადამიანები. არ გაინტერესებთ იქ რომ 2 დაურთ გენერალს დაუძახეთ. რა არის? დაიბარებენ ამ ნაცებს, ამ ბოთლზე ნაბიჭურებს და ჩათლახებს
დაიბარებენ, ესენი უარს იძახიან, ამათაც კანონი აქვს, რომ 0-დან 1 წლამდე არის და მოსამართლეები, ვინც ეხლა კოჰაბიტირებული ყავთ ეს ნაგვები. უწერენ 20,000 და 20,000 ლარიანი ჯარიმები ამათთვის არის, როგორც ეხლა თქვენ 20 ლარი და 30 ლარი და კი. ეხლა ვერ გავიგე რომ დაიბარებთ ამათ და მოდი რა ესე გავაკეთებ რა. მე შევკრიბო ეგრეთ წოდებულ ოფში აქვს პატივცემულებო, თავრობას მოგვართავ და იმ კომისიას, გამიგეთ მოდი მე გადავიხდი ამ 1 მილიონ ლარს. შენ რატო დაგიბარეთ? ხო, მილიონ ლარს გადავიხდი და ეგენი დაიჭირეთ რა. მოდი რა ჩვენ გადავიხდით, მაგით დასაჭერ ფულს, მაშინ ეგრეთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ, აღარ ვიცი. ბიჭო, ეს რო გოგავა არ მიბარეთ მე, რატო შენ რატო დაგიბარეთ? ცოტა ფაქტები ვაქვს. ბევრჯერ რამოდენიმეჯერ წამართვეს ქონება. რამოდენიმეჯერ დამიჭირეს. ანუ არ გაინტერესებთ ხალხო ვინ იყო, არ გაინტერესებთ გეგეჭკორი როგორ გავლახე ქალაქის პატრონის უფროსი? არ გაინტერესებთ მაღალჩინოსებზე ხელი როგორ აქვს დარწმუნდი და როგორ მალავენ ეგენი? არ გაინტერესებთ ეგეთ რაღაცეები? მე იმედი მაქვს რომ მე მგონი მოვა ის დრო და დაუძახებენ და დაგვიზახებენ ჩვენ და შეგვეკითხებენ რა. ბიჭო, გოგავას დაუძახეს, გოგავა რომელიც ციხეში უნდა იჯდეს ახლა. კრიმისი რაღაცა ქვია, ეს ვაჭარი გენერალი არის, ამას ქვია ვაჭარი გენერალი. ეს არ არის სამხედრო კაცო. ეს არ არის სამხედრო. ჯერ რა უნდა და გენერალი შტაბის უფროსად. აი ყურაშვილი, ბევრად ჯობია, მამუკა ყურაშვილი გოგავას ათაჯენ. იმ საქმიდან გავამდინარე და კაცო. კი. გოგავა. მიუხედავად იმისა, ყურაშვილი ყოლმოჭილი მონა იყო ამათი, მაგრამ აი გოგავამ რაც იკადრა 7 ნოემბერს და 26 მაისს, იქ მორჩა. დალეცა ხალხი ბიჭო. დალეცა ხალხი. დაადუღა. ძალიან დიდიბოდიში, აი ხა მე სუბა ბატონ სოზასუბას კომისიის ერთ-ერთი წევრია და მოადგილე. ბატონ სოზასუბას უნდა გავახსენო. ბატონ სოზა. ხანდახან რომ შევხვდებით ხოლმე და გამარჯვებას ვარ ეძახთ, იცი ვინა ვარ მე? თუ კიდე აღარ გახსოვართ. ერთი სამჯერ შევხვდით და შემთხვევი და გაგახსენეთ ჩემ. იცი ვინა ვარ? აი 7 ნოემბერს პირველი სკოლის უკან რო ხცემდნენ ზონდერები. აი მასკიანი ზონდერები და რო გადაგარჩინეთ. და მე რო ვიყავი, მე რო თქვენს აი მართლა რო ხცემდნენ, უნდა მოეკალეთ როგორც სახალხო დამცველი, ხო? და ბიჭებმა რო გადაგარჩინეთ, ერთი 20 კაცი რომ მყავდა გვერდზე. პირველი სკოლის უკან მშენებლობის გვერდზე. აი ის რამაც გაგნიძე ვარ, თუ გაგახსენდებით. აი მაშინ მაინც დამიბარე და შენც საწინააღმდეგოდ კი არა, შენ გულისთვის მაინც ვიცო, ჩვენებას როგორ გწენდნენ, მინიმუმ მაგას გეუნები რა. დაანჩეზე აღარ ალაპარაკი. ძვირფასო კომისიის წევრები, აი თქვენ ესე იგი მიდიხართ იქით, საიდანაც არ უნდა მიდიოდეთ, გაიგე და იბარებთ ისე ადამიანებს, ნუ ახლა გასაგებია კი არის იქ, მე ახლა საშინელებები მოусვინე, კაცო იქ მამამისო შვილი მოუყანეთ, თქვენის გოგო, გაიგე და რაღაც თელია უბედურებები, გაიგე, მაგრამ აგერ არის ახალგაზრდა, ახალ დათო ახალია ემთქო, რომ მე ქალი უფრო იმდენად არ მაინტერესებს, უფრო მაგიჟებსო პატარა ბავშვიო. ესე იგი ტიპს ამდენჯერ ყავდა, გაუპატიურებული პატარა ბავშვი აღიარებს. ავანტყოფი. ეს აღიარებს, ეს ავანტყოფი, ეს ორივე ძმები და მამით ავანტყოფი, დედით და ყველანაირ მთელი ოჯახით ავანტყოფები. ხო და დაიბარეთ, აგერ ბატონი რამას გაგნიძე დაიბარეთ. კიდევ დაიბარეთ რევას სახვაზე, დაიბარეთ კოსტანტინე ფორჩხიძე, დამიბარეთ მე და ჩვენ ყველაფერს აი მოგიყვებით როგორ წამართვეს აგიდებ ვაწი ყველაფერს. როგორ წამართვეს ქონება 2005 წელს ბათუმში, ცენტრში 60 ბინა, სადაც პროკურორი იყო კახა მაისურაძე, ვაშინელი აჭარის პროკურორი და ვინც პირადად დაინტერესებული იყო მაგ საქმეზე რეზო ღორჭომელაძეა, ანზორ ღორჭომელაძეა დაკავებული მაგ საქმეზე 2005 წელს გამომძიებელი, ვისაც დაავალა ჩემი ბინის წართვა და ჩემი დაჭერა და ჩემი ჩაგდება ისა ციხეში. ბატონო რამას და არ გაინტერესებთ 2005-ში როდიდან ჯერ კი 20 წელს უკან რეები დაიწყეს ნაციონალებმა, რა 2010-დან რა 2011-ზე მელაპარაკეთ და 8-ზე მელაპარაკებით. 20 წლის უკან გელაპარაკებთ, 20 წლის უკან. ვიცით რა არის, მე ვფიქრობ, ალბათ ასე უნდა გაკეთდეს ეს და თქვენ დამეთანხმებით, ჩვენ ახლა პატარა ხან ველოდებით კიდევ. მათ ესე იგი მუშაობას, ნუ შეიძლება ამბობენ რომ ძალიან ბევრი ხალხი არისო, გაიგე? ხო და მოვა თუ თქვენ დროს ამას ამ აი პატივცემულო, მაშინ ისეთი ხალხი დაიბარონ, ვისაც გახმაურებულ საქმეებზე აქვს ლაპარაკია. ზალადავითაია დაიბარონ. ხო, გასაგებია. კაცი რომელიც დაიჭირეს აგენტურული ქსელის, ანუ სახელმწიფო გადაწყვეტილება. ზალადავითაიას რო შეხედა, ხო? ისეთი საყვარელი ვაჟკაცი კაცია. იმას სუფრაზე თუ მოეფერები რა. ის განამტრიალებელია თუ. აბა ეგაც თქვი. რა ის ავტომატი, ის ავტომატი. მაგის ავტომატია ფურცელი და პასტა. всё. არის ჟურნალისტი, ჩამოყალიბებული პროფესიონალი. მე რას გეუნებით, ცი და მე რას თავაზობ და რას თავაზობ ჩვენ აი ზაზასაც და ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებმაც მართლაც ყველაზე მეტად ვიგზენით ის საშინელებები, რაც სააკაშვილმა გაატარა. აი მე და თქვენ შეიძლება დაგვაბრალოთ. იმას როგორ აბრალებ? ხო, რაც სააკაშვილმა გადატეხა ჩვენ ოჯახებს. ხო, ოჯახი მე გამინადგურა, კაცო. ოჯახი გამინადგურა. ეხლა ყველაფერს ვარ ვიტყვი, აქ აიგე. გამინადგურა. ყველაფერს პირადზე აღარ ვიტყვი. ხო, გამინადგურა ოჯახი რა. მე რო აქ გამოვდივარ და რაღაცა. და შვილებს ადამართეს, ნუ. და მე აღარ შვილი გამინადგურა, მაგ არ რამზადამდე. ეხლა თქვენ რა გინდათ ვერ გავიგე, მაინდა-მაინც დავიწყო პირადული ანგარიშორება?
მე დღემდე თუ მაგისობაა ბატონო ტრიშა. თუ არ იქნება სამართალი ჩვენ მოახავთ ჩვენ. დღემდე ველოდები ამას, დღემდე ველოდები. კაიგე რომ თქვენ ესე იგი კანონის იმას მიცემთ ამას ყველაფერს სახეს და კანონიერად დაჯით იმ ადამიანებს და ჩვენ რაღაცებს დაგვეკითხებით და შეგვეკითხებით. დღემდე ველოდებით. 13 წელია ველოდებით. დღემდე ველოდებით და თუ გააკეთეთ, აბა ძალიან კარგი იქნება და მე ვფიქრობ, კიდევ პატარა ხა ვაცალოთ ამათ, აბა რასიზამი და მე ყველანი ჩვენ ნუ შევიკრიბოთ. ყველანი ნუ რა უნდა ვაცალოთ? მაისში თარდება კომისია. ხო და ახლა ერთი ორ კვირაში თარდება კომისია. ერთი კვირა ვაცალოთ რა. ხო, კი ბატონო, ერთი კვირა კი ერთეს ვასწრებ. არა, ერთი კვირა ვაცალოთ. აი მაისის კომისიის მერე უნდა იყოს ქმედება. მაისამდე აი მე არა რა მინდა ჩვენ ყველანი შევიკრიბოთ. ყველანი შევიკრიბოთ. პოლიტპატიმარი, პოლიტეპრესირები, მივადგეთ კომისიას იქ. დევნილები ყველა. მივადგეთ კომისიას იქ პარლამენტის წინ. რამოდენიმე 1000-ს. ხო, პარლამენტის წინ და მოვითხოვოთ. ის კი არ მოვითხოვოთ ჩვენ რომ თქვენ არასწორად მუშაობთ რაღაც მოვითხოვოთ დაგვკითხეთ ჩვენ. დაგვკითხეთ აგერა ვარ. და რასაც მუშაობენ იმის შედეგი რა გვანახო. ხო. და გეტყვით ყველაფერს, აღარ გაწვალეთ, თქვენ მტკიცებულებების ძებნა აღარ გინდათ, ჩვენ მოგიტანთ, აგერ ყველაფერს მტკიცებულებებს დაგიდებთ, გაიგე, რომლებიც მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურა ვალდებულია აღზრდას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს ამას წინანდელ სისხლის სამართლების დევნა. დოკუმენტალურად მიუტან. მე დოკუმენტები რომ მოვუტან ერთხელ იმას სესიაშვილს ქუთაისში ვიყავით პარლამენტში ჩასული მაშინ იყო თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ეს დოკუმენტები აი სწორედ მაშინ რეზო საფხაძე და კოტე ფორჩხიძე და ეს თელი სამხედრო ექსპერტი ჯგუფი ვიყავით. ვიცი მახსოვს ყველა. ხო, ვიცი რა თქმა სესიაშვილი, რა გითხრა? კი, ეს გასაგებია ყველაფერიო. ხედავ კაცო აგერო, ეს საიდან მოიპოვეთ ეს მასალებიო, გაიგე? საიდან მოიპოვეთ ეს მასალებიო? ესო ბომბა მასალებია, მაგრამ ჩვენ რო ახლა ამაზე დავიწყოთ მუშაობაო, გაიგე? და დავიწყოთ ამ იქიდან უკეო ამერიკელები მიხსენა, გაიგე? ისინი უკეო ჩვენო ძალიან უკეთ ცუდ გომარობა შევაგდებენო. გაიგე? გაიგე თქვა პირდაპირ, იმიტომ რომ ამერიკელები ჩართულობა იყო. ანალოგიურად ხო ბატონმა ირაკლი კობახიძე, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო. როცა შეუტანეთ დოკუმენტაცია დიახ. ქალბატონმა მეირმა ინაშვილმა და მთლიანობაში მომზადებული დოკუმენტაცია ნაცმოძრაობის განადგურების თუ მათი ანუ პარტიის დასვლის ესე იგი ხელმოწერები რო შეიტანა. კი ბატონო, პირდაპირ გადაყარა იქ ნაგავში თუ ტვერი დაედო თაროზე არ ვიცი, მაგრამ ნუ ზემოთ აიშვირა ხელები რა. ჩვენ გვეგონა უფლისკენ იშვერს ხელს და თურმე ამერიკელებსკენ იშვერდა ხელს. ო ისე გააკეთო სესიაშვილი. აი გაიგეთ. სესიაშვილი. რასაბო, კაცო, ისინი ხო მე რას გვიზამით ჩვენ ოიციო. ბიჭო, ისენც იმათი აღარ გეშინიათ უკვე ხო ხედავ. იმათ თუ და ხო გადადგით ნაბიჯი და უკვე იმათ აღარ ერიდებით არაფერში, ხო? ხო მიძახითო ჩვენ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მონობიდან გამოვდივართ, გაიგე? გამოვდივართ ამ deep state-ის და რა ვიცი ლიბერასტური იმის რაღაცე პოლიტიკური ლიდერების მონობის როგორ გამოსვლა გამაგებიეთ ეს ერთსაკეთებ და ხო ერთსაკეთებ და მეორე საფუჭებს კაცო ეგ და მინდა დავამატო ბატონო თესანგიდან ნახეთ რატომ მეპარება ეჭვი ამ კომისიის ანუ ეჭვი მეპარება მე არ ვაქარწყლებ ამათ ქმედებას ანუ მეპარება ეჭვი რომ არ დამთავრდება ისე როგორც ხალხს ჭირდება და როგორც ქვეყანას ჭირდება რატო ანალოგიური კომისია და ანალოგიური თემა იყო წინაარჩენების დროსაც, რომელსაც ერქვა აგენტურული ქსელის შესახებ კანონი. გამოვიტანეს ეს აგენტურული ქსელი, იმას ხდეს და მე იყო საუბარი, რომ ამით მიხედვით დაიჯება ყველაფერი. ჯერ მოხდება ეს ყველაფერი რეესტრში აგენტურული ქსელი. არც რეესტრი იმას ხდა, არც ეს კანონი ამუშავდა, არც ქსელი რეესტრის ქსელი გამცელდა და არც არავინ არ დაისაჯა. და ფულები მაინც მოდის. ჩატარდა არჩენები და ეხლა იმ კანონის შეტრიალება ისევ აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ნაჭამია, ხალხმა ჭამა, გამიგი აჭამეს ხალხს. ახლა დროებით საგამოძიებო კომისიაზე ლაპარაკი და ეხლა მე უკვე 3 წელი არჩენები აღარ იქნება, მე უკვე პლაჟზე წამოწევიან ბიჭები ზამთარზაფხულ 2028-მდე უკვე პრობლემა აღარ იქნება, 28-ში ერთი არჩენები იქნება, 29-ში ერთი არჩენები, მაგრამ 25-დან 28-მდე ხო 3 წელი დასვენება არ და ხო და დაისვენო. აი მაგითო მეპარება ეჭვი, გამიგეთ ხო? ხო, ახლა ნახეთ და ხდება. კი, დირექტივი რო გეუფებია ტრამპს, ხო? გააგრძელებდა დაფინანსებას ამ ჭინკებისას, ამ სულიერად ავამტყოფი ადამიანებისას, ხო? გაუფა ტრამპა, მაგრამ სამაგიეროდ აგერ ჩაანაცვლა ინგლისმა, ხო? გავიგე, თვითონ რას აკეთებდა სამაგიეროდ? ინგლისმა ჩაანაცვლა, ხო? აგერ ინგლისმა დაიწყო მან დაფინანსება, ხო? ეს კანონი ხო მიღებული? ეს ახლა ეს ხალხი აგენტურული ქსელის კანონი ხო არის მიღებული? აი და იმას ქენ. ეს ხალხი როა გამოსული? საჯარო რეესტრი ასაკეთებენ რეესტრი. ხო. მან პარტიების გაუქმებით რო არიან დაკავებული კონსერვატული პარტიების გაუქმებით. ეს ხალხი არა პარტიების არა, ერთი პარტიის. ხო. არც ერთი სხვა პარტიას არა უქმნის. ეს ხალხი რო გამოდის ეს ხალხი რო გამოდის დღეს და ქუჩაში ყრია აგერ, რო ყრიან, მე ყრიას ვიტყვი, იმიტომ ყრიან ესე ნაგავები არიან, გაიგე? რომ ყრიან აგერ. თქვენ გონიათ ტყილა არიან გამოსული ისინი?
ხო, თავისთავად. იმად ანაზღაურება აქვს, ხო? ხელფასები აქვს უყველას, ხო? ესენი რომ მიფშიტინობენ იქით-აქეთ და დაფრინავენ ხანიკ, საკუთარ ფულებს ხარჯავენ. ესეთ რატო ამას არ აკონტროლებენ, კაცო და რატო არ გადაკეტეს ის კრანი ბოლომდე რა? ბოლომდე ონკანი რატო არ გადაკეტეს? ერთი ქართული ოცნებას დარჩა, რომ განერიდონ, ან დაანებონ თავი მართლმადიდებლურ ეკლესიას, დაანებონ თავი სათლის ანთებას, დაანებონ თავი უფალს, დაანებონ თავი მართლმადიდებლობას და დაანებონ თავი ხატებს. და გაიგეთონ ბოკერიას ხატი, მიშას ხატი, მერაბიშვილის, კეზერაშვილის ხატი, ახალაიების ხატი, უგულავას ხატი და ადეიშვილის ხატი დავავიწყდა კიდევ და აი ეს ხატები ჩამოკინონ და ილოცონ მათზე რა. იმიტომ რომ მე შედეგს ვერ ვხედავ. 13 წლის განმავლობაში. ესე იგი, ახალ-ახალი მოგონილი თემებით, არჩევნებამდე მიდის ეს თემა. ანუ მე მინდა ის მოხდეს, რა თქვენ გინდა და რა ჩვენ გვინდა ის მოხდეს, რაც ხალხს უნდა. გამიგეთ? მაგრამ ფაქტია რომ ვერ ვხედავ ამ შედეგს. აი ეს არის უბედურება. თქვენ თუ კითხვა დამისვით, მე პასუხი ასეთი გაგეცეთ ბატონო დრის. სამწუხაროდ. სამწუხაროდ ასე არის. სამწუხაროდ ასე გეტყვით, მაგრამ ჩვენ ხო, ბიჭო, კიდევ გამეორდები, რომ როდემდე უნდა იყოს ეს მარაზმი, ვერ გავიგე მე. მე და თქვენ კისაზიანენ მოსულები. როდი ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ კისაზე ჩვენ გადავიარეთ ყველაფერი. და ჩვენი სამეგობრო დიდის ბაზაზია. კი, სულ თელი სამეგობრო. როდემდე ვეღარ გამივლია რუსთაველზე, კაცო. შიშით კი არა. ჩემი თამოყარე, ჩემი ხო, თამოყარეობა ადამიანს ახლა ვიღაცამ რო იქიდან ვიღაცას უნდა მოვატეხო ძვალი იქა და მე დამიჭერე. აი მას ვერიდები. ვიღაცა რო ახლა მე იქიდან უნდა მოვატეხო ძვალი, იმიტომ რომ მე შეურაცხყოფას მომაყენებ. კი არ მივალ ვიღაცის მოსატეხად. არა, მოგაყენებ. არა, შეურაცხყოფას მომაყენებ. ის მოგაყენებ შეურაცხყოფას, მოგინახავ. იმიტომ მაგიტომ არიან სპეციალურად იქ რომ აი ჩვენარი ხალხი იმასთან კიდე რა. ჩვენ როდის მაყენებენ შეურაცხყოფას? ესე იგი, მაგათი მოთხრევიდან 22 წლის მერე კიდე შეურაცხყოფას მაყენებენ. აი, მაგაზე გავგიჟდი. ახლა შეურაცხყოფილი არა ვარ კაცო. ის ჩვენი შეურაცხყოფაა, დღესო ყრიან იქ რუსთაველზე, და ნანუკა შოშოლიანი რო იქ გამოიყვან თავის ფუტანკები. აი, მეგობრების სულების შეურაცხყოფაა. ვინც ომებშია დაღუპული, ვინც ხალხისაა დაღუპული და ვინც სისტემის გულისაა დაღუპული, აი ნაბიჭვარი სააკაშვილი, ნაბიჭვარი სისტემის გულის, ნაბიჭვარი სააკაშვილი. აი ამ ხალხის იცი რამდენი 1000 ეულია, თქვენ კი იცით რამდენი 1000 ეულია. 1000 ასეულია, რამდენი 1000 ეულია. და იმ ხალხის წინაშე ვარ ჩვენ მტყუნები, ვინც გაანადგურეს და გვერდზე ვერ უდგებათ ერთნაირად. ვინც აი გააფარჩაკეს, რასაც ქვია რა, ამ მართლა ფარჩაკება რა. აი ვინც შეჭამეს რა თავინაბოლომდე. და ვინც გააგდეს აქიდან, ქვეყნიდან. ბატონო რამას, მართალი ბზანდებით და მე ეს თქვენი გულის ტკივილი და ჩვენი გულის ტკივილი და ჩვენი სამეგრელოს გულის ტკივილი, ეს ის ტკივილია, რომელიც ტკივილი საქართველოს ტკივილი არის. საქართველოს ტკივილია. და არა ჩვენი პირადული ტკივილი მარტო. საქართველოს ტკივილი არის და ჩვენი ოჯახები არის საქართველო, კაცო. ასია. თუ ოჯახი არა გაქვს და ოჯახი არ გივარგა და ოჯახი არ გიყვარს შენ, ხო? მაშინ საქართველოს არ გეყვარება, ასია. ოჯახი და მოდის ყველაფერი, აბსოლუტურად, ხო? ჩვენი ადამიანებია, რომელსაც ოჯახები გვიყვარს, ოჯახური ტრადიციები გვიყვარს, ჩვენი ერი გვიყვარს, ჩვენი ბერი გვიყვარს, ჩვენი ეკლესიები გვიყვარს, ჩვენი წმენა გვიყვარს, ხო? და ჩვენ ამისთვის ბრძოლობთ, ხო? და ეს სახლა მთლიანობაში კომპლექსურად რო ავიღოთ, ხო? ეს არის ჩვენი, რომ ვიტყვი, სხეულის ნაწილი. ჩვენი სულის ნაწილი ეს ყველაფერი, ხო? ის ეკლესია ჩვენი სახლი არის, კაცო. ჩვენი სულიერი საზრდო არის და ეხლა იმას რომ მიადგებინა, შეურაცხყოფას აყენებენ და ხან, რა ვიცი, წარწერებს აკეთებენ და ხან კვერცხებს ესრეულებენ, აგერ ანჩისხასა, ხან რაღაცას. ის ჩვენი შეურაცხყოფა. ბაქ თემაზე მინდა რამოდენიმე სიტყვა. ხო, ის ჩვენი შეურაცხყოფა არის და ამას მაინც უნდა მიხედონ, კაცო. აი ეს პაკისტანიზაცია რო დაიწყო. რატო დაიწყეს? იცით რომ ოფიციალური მონაცემებით 1.5 მილიონი ქართველი და გვარ გადაკეთებული ქართველი შეურაცხყოფას არავის არ მივაყენებს, მაგრამ ზოგადად რაც ხდება ქვეყანაში. მთლიანობაში. ხო, დარჩა საქართველოს მოსახლეობა. და მილიონამდე დარჩა ადამიანი, რომელიც არის არაქართველი, ოღონდ აქ დაბადებული და მერე მოქალაქეობა მიღებული სააკაშვილის და ივანიშვილის დროს. ანუ 1 მილიონი და 1.5 მილიონი, წარმოვიდგინეთ და 9 მილიონი არის ბინადრობა აღებული ქართველი. დროებით ბინადრობა რო. ხო, დროებით ბინადრობა უცხოელი შემოსული და მათ შორის შემოპარული, ან შემოსული და მე არ წასული, ანუ ვისაც ეკონდებარება დეპორტაციას. ესე იგი, ფაქტიურად რა გამოდის, რომ აქ არაქართველი მილიონი მოქალაქე, მილიონი ქართველი, არაქართველი და 9 მილიონი კიდევ შემოსული. ანუ ფაქტიურად ბალანსი არის როგორც 1:1-ზე რა. ანუ მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ აქაურ არაქართველს, მაგრამ აი ეს 9 მილიონი არაქართველი, უბრალოდ უცხოელი რაუბედურებაა, მითხარით, ვინც შემოსული არის აქ. ხალხო, ეს პაკისტანიზაცია ვერ გავიგერა. ან პაკისტანში რა მინდოდა, ან თქვენ რა მინდოდა, ხო? ან აქ რა სავიზო რეჟიმებზია ლაპარაკი. ტერორისტულ ქვეყნად არის გამოცხადებული. ეთი მაინც ან ირანელი, ხალხო, ყველაფერი ვიცი, მე ვიცი თუ მართლმოყარეობა უმაღლეს დონეზე, როგორც ნებისმიერმა ქართველმა, ხო? და ისევე როგორც საქართველოს ქვეყანა მოიქცეთ თუ მართლმოყარე ქვეყანად. მაგრამ 3 თვის მერე
თუ ერთი თვის მერე რაც ავიზო რეჟიმი მთავრდება წავინეთ რა ან დეპუტაცია გააკეთე და მასივ 100 კაციო გაუშვესო მარტის თვეშიო 9 მილიონიდან ნუ მინიმუმ 100,000 კაციდან ის შემოპარული და 100 კაცი გაუშვესო და ნუ ტრაბახობენ ყვაზე არა დაინგრა სოციალური ქართველი კაცი მიდის საქართველოსთან და სხვა ქვეყანაში სამუშაოდ გაიგე და ეს პაკისტანელები და ინდოელები სადაც იძულებით სამუშაო ყრიან ხო გაიხედავ ტახს გამოიძახებ ეს პაკისტანელი მოგადგება გაიგე იქ გლოვარი პაკისტანელი მოგადგება იქ ველოსიპედებით მოტოციკლეტებით ეგენ დარბია სულ გაიგე კეთილინებით გლოვოა ვოლტია რომელი ორგანიზაცია მნიშვნელობა არა კეთილინებით და ჩანაწერი გააკეთებ არ გამოვიძახებ არ მივიღებ არა ვიდა კაცო ვერ გავაგები არც მომსახურებაში არც საჭმელში არაფერში არ გადავხდი თუ არ იქნება საქართველოს მოქალაქე არა ბოდიში ქართველი არა საქართველოს მოქალაქე ბიჭო საქართველოს მოქალაქე თუ იქნება შეიძლება იყოს აზერბაიჯანელი სომეხი რუსი სიტყვაზე უკრაინელი მაგრამ მიუთითებ რომ ქართველი ან საქართველოს მოქალაქე ესე იგი ყველა ვარიანტში ნახავ პასპორტს რა ესა გააკეთეთ ესე აქციის საკით ეს არის აუცილებელი ტაქსი გამოვიძახე და მოვიდა მომადგეს ვისა რა ქვია პაკისტანელი თუ ინდუსი იყო და გარტყმაში არა თავის ემიგრა და წამიყვანე აეროპორტს მაგრამ მივყავდი დიღომში კაცო დიღომში ვიყავდი ვერც არც ისის ქართული გაიგე არც ისის ვერ გავაგები ვერაფერი გააჩერე მე უთხარი მაინც გააჩერე მანქანამეთი გაიგე და მე წინ გოუძღები შემახანე და მომყევი უკანლეთი გაიგე ანუ ეს 3 წელი წეგან თქვილი არ აღუნიშნე რა ბატონ ტრისთან 2025-2028-მდე მეთქი 3 წელი შესვენებაა თქვი ამ 3 წელიწადში თუ ეს ეხლა შედეგები ჩვენ არ ვნახეთ ამ იმის აგენტურული ქსელის თუ არ ვნახეთ ჩვენ დროებით საგამოძიებო კომისიის შედეგები 3 წელიწადში დაგვახურავენ თავს აი ეგ არის თავარი ამოსავალი წერტილი ბატონო რამაზ ძალიან საინტერესო საუბარი გქონდათ და ძალიან საინტერესო ესე იგი საკითხები ჩვენ დღეს და თქვენ მით უმეტეს ბრძანეთ აქ ჩვენთან გადაცემაში და მართლაც ასეთი მდგომარეობა გვაქვს ვიფასო ტელემაყურებლებო თუ დროულად ახლა არ იქნა მაქსიმალურად ესე იგი მთელი ეს ჩვენი რესურსი იმასთან დაკავშირებით მობილიზებული რომ როგორმე გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და უშუალოდ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ხო იცოდეთ რომ პატარა ხანში მართლაც უმცირესობაში აღმოჩნდებით მადლობა რომ გვიყურეთ კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანებოდეთ